პიტერ, სასიამოვნოა თქვენთან ამ სპორტის ერთ-ერთ ლეგენდასთან საუბარი. როგორ ხართ? ძალიან კარგად ვარ. ჩემთვისაც სასიამოვნოა. ახლა სად იმყოფები? ახლა საქართველოში ვარ, თუმცა ჩვენ მუშაობთ უკრაინასა და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანას. ანუ თავად საქართველოში ხარ. დიახ, მინდა თქვენი გამორჩეული კარიერის გახსენებით დავიწყოთ. რომელი იყო თქვენი, როგორც ფეხბურთელის, საყვარელი მომენტი? ფეხბურთელობის გამო ყველაზე დიდი სიამაყე როდის იგრძენით? ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე მარტივია. მაშინ ფეხბურთელიც კი არ ვიყავი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კასპერმა პრემიერ ლიგა მოიგო და თასი აღმართა. ამ მომენტში ყველაზე დიდი სიამაყე ვიგრძელე. ცხადია, ჩემი კარიერის განმავლობაში ეს თასი არაერთხელ მოგვიგია და აგრეთვე ვამაყობ სხვა თასების მოგებითაც. თუმცა ამ დროს ერთგვარად ამ ყოველივეს მონაწილე ხარ. კარგად იცი რა ხდება. გარკვეული დროის პერიოდზე ნაწილდება და ასე თუ ისე იცი რა მოგელის წინ. ამ დროს პროცესში თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობ და ნაკლებად აკონტროლებ მას. თან ეს ერთგვარად შენი ვალდებულებაცაა. იმისთვის თამაშობ, რომ ეს თასი მოიგო. ამ საფეხბურთო კლუბში ესაა შენი საქმე. შესაბამისად არ მინდა ქედმაღლურად ან თავმომწონედ გამომივიდეს, მაგრამ მაშინ თასების მოგება ჩვენი ვალდებულება იყო და შესაბამისად, როდესაც ამას ვაკეთებდით, სიურპრიზად ვერ აღვიქვამდით. თუმცა, როდესაც იგივე შეძლო კასპერმა, ლესტერთან ერთად, ეს სრული ფანტასტიკა იყო. ჩემთვის, როგორც ამ თასის მომგები მამისთვის, გასაოცარი მომენტი იყო. იმის ხილვა თუ როგორ აღმართა ის ჩემმა შვილმა. ამას მოაყოლა FA თასის მოგებაც, ანუ ინგლისში კიდევ ერთი დიდი თასი მოიპოვა. დიახ. გასაოცარი იყო. თუმცა მაგ შემთხვევაში უკვე აღარ გამკვირვებია, რადგან მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავდათ გამორჩეული ინდივიდუალისტებით. მოთამაშეებმა, რომლებიც სხვა უფრო დიდ გუნდებში თამაშობდნენ, ამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ანხელიდან გაუშვეს იგი. მათ კი შესაძლებლობები იმით დაამტკიცეს, რომ გავიდნენ ჯერ ჩემპიონატი, შემდეგ FA თასი მოიგეს და საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩემპიონთა ლიგაზეც. საოცარი გუნდი იყო. 1991 წელს ბრონდბიუდან მან იუნაიტედში თქვენმა ტრანსფერმა ინგლისში ბევრს წარბი მაღლა აწევინა. მაშინ როცა დანიაში სატრანსფერო თანხის სიმცირით იყვნენ გაკვირვებულები. როგორ შედგა ეს ტრანსფერი და როგორი იყო ამ გარიგებაზე თქვენი რეაქცია? როგორ შედგა და რამდენიმე წლით ადრე აგენტი დამიკავშირდა, რომელიც იმ პერიოდში დიდად ცნობილი არ იყო, განსაკუთრებით დანიაში. მან ჩემთან მუშაობის სურვილი გამოხატა და მკითხა, რა იყო ჩემი სურვილი, რაზეც უპასუხე, რომ ერთადერთი რაც მინდოდა, მანჩესტერ იუნაიტედში თამაში იყო. მისი თქმით, ყველაფერი გასაგები იყო და ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებდა. ასეც მოიქცა. ჩემი სახელის წინ წამოწევა დაიწყო. მე კი მოგვიანებით გავიგე, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ჰყავდა მეკარეების მწვრთნელი, ალან ჰაჩინსონი, რომელიც დანიაში რამდენჯერმე იყო და მეც მაკვირდებოდა. გარდა ამისა, ერთხელ ფერგიუსონმა FA თასის მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდი ესპანეთში წაიყვანა. რასაც დაემთხვა იმავე სასტუმროში ჩემი და ბრონდბიუს ყოფნა. ჩვენ წინა სასეზონო ვარჯიშები გვქონდა და მათთან ერთად მინდორს ვიყოფდით. თუმცა ეს მან იუნაიტედი იყო და პრიორიტეტი მათ ენიჭებოდათ. ამიტომ ისინი პირველები ვარჯიშობდნენ, ჩვენ კი მათ შემდეგ შევდიოდით. შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ სადღაც ბუჩქებში იმალებოდა, რათა ჩემი ვარჯიში ენახა. ამბობს, რომ ჩემი ტრანსფერის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სწორედ იმ ვარჯიშებზე მიყურა. ასე შედგა ჩემი ტრანსფერი 91 წელს. თუმცა ჩემი გაფორმების პირველი მცდელობა 90 წელს იყო, რა დროსაც სატრანსფერო თანხა განსხვავდებოდა. ჩემს კლუბს ბრონდბიუს გაცილებით მეტი ფული უნდოდა. იმ დროისთვის კი, როდესაც ეს ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდა, ჩემი კონტრაქტის ვადის გასვლამდე 1 წელი მქონდა დარჩენილი, რაც ალბათ სატრანსფერო თანხის სიმცირის მიზეზი იყო. ასეთი იყო ამ ტრანსფერის ზოგადი დეტალები.
მოგვიანებით მან ამ ტრანსფერს საუკუნის ძარცვა უწოდა და ალბათ სამართლიანადაც. მინდა გკითხოთ ევრო 1992-ზე. ეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა აუთსაიდერების შესახებ. ალბათ მას მხოლოდ 2004 წლის საფრანგეთი თუ შეედრება, შეგიძლიათ გაგვახსენოთ ის მომენტი, როდესაც დანიამ გაიგო, რომ იუგოსლავიას ჩაანაცვლებდნენ და რა განწყობა ჰქონდათ ამ დროს შემადგენლობაში. მე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან მანჩესტერ იუნაიტედში ჩემი პირველი სეზონის შემდეგ დავბრუნდი. ის სეზონი კი ჩვენ უნდა მოგვეგო. ეს გახლდათ ძველი დივიზიონის უკანასკნელი წელი და თასი აუცილებლად ჩვენ უნდა მოგვეგო. გრძნობდით, რომ უკეთესი გუნდი ყავდა, თუმცა სეზონის ბოლო პერიოდში დაახლოებით 2-3 კვირიან შუალედში სრულიად ჩამოვიშალეთ. ვერ მოვიგეთ, თუმცა ამავდროულად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აგვისტოდან მაისის ჩათვლით სრულად ვითამაშე და ფიზიკურად ცხადია დაღლილი ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა, თუმცა მენტალურადაც არ ვიყავი კარგად. იმედ გაცრუებული გახლდით და ფიქრობდი, რომ ჩემი გადმოყვანით ალექსმა ერთგვარად ფაზლის უკანასკნელი დეტალი მიიღო. მე კი აღმოვაჩინე, რომ შესაძლოა ეს ასე არ ყოფილიყო. ბევრი რამ ხდებოდა ჩემს თავში, როდესაც მანჩესტერიდან შინ დავბრუნდი, რათა დანიის ნაკრებს შევერთებოდი. თუმცა არა ბანაკში, არამედ ყოველდღიურ ვარჯიშებში, რათა მომზადებულიყავით მომდევნო მატჩისთვის DST-ს თუ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შვედეთში იმყოფებოდა. ტურნირამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი მათ ჩვენ წინააღმდეგ ბრონდბიუს სტადიონზე ჰქონდათ. ამიტომ ყოველდღიურად მივდიოდით ბრონდბიუში და ვარჯიშობდით. მე კი გულწრფელად გეტყვით, რომ ფეხბურთიდან სრულიად მოწყვეტილი ვიყავი. მასთან არანაირი კავშირის ქონა არ მსურდა და მარტო დასვენებაზე ვფიქრობდი. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პირველი საუბრები იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებდა საერთაშორისო საზოგადოება იუგოსლავიასთან დაკავშირებით. რადგან იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული და სწორედ ამიტომ დაიწყეს საუბრები მათი ნაკრების ყველაფრიდან, მათ შორის სპორტიდან მოკვეთის შესახებ. ამ დროს ჩვენ ჯერ მათ შემცვლილებად არ გვასახელებდნენ, თუმცა ბუნებრივია დანიური მედია, ისევე როგორც ყველა, უკვე სპეკულაციებს მიმართავდა იმის შესახებ, რომ თუ ისინი ევროპის ჩემპიონატს ჩაეხსნებოდნენ, სანაცვლოდ ჩვენ უნდა გვეთამაშა, რადგან საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილზე ჩვენ გავედით. შესაბამისად, ეს ხმები ნელ-ნელა ჩვენამდეც მოვიდა. მე კი სრულიად გულღიად გეტყვით, რომ არ მინდოდა ეს მომხდარიყო, რადგან ცუდიდიად მიმაჩნდა. ალბათ არასწორია თუ ვიტყვი, რომ ამის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ ბოლომდე კონცენტრირებას ნამდვილად ვერ ვახერხებდი. როგორც წესი, როცა ასეთ ტურნირებზე მიდიხარ, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყებული 6-7 თვე გაქვს საიმისოდ, რომ შეეგუო ამ აზრს და ტურნირისთვის მოემზადო. რასაც ემატება 6-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, მერე კი ტურნირზე აღტაცებული მიდიხარ. მე მენტალურად ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობდი. საბოლოოდ გვითხრეს, რომ ვითამაშებდით, შენ კი ამ დროს, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, იაზრებ, რომ პასუხისმგებლობა გაკისრია. თუმცა არა ჩემი დანიელი თანაგუნდელების, ნაკრების ან დანიის მიმართ, არამედ იუგოსლავიის ხალხის მიმართ, რადგან მათ ადგილს იკავებ. იუგოსლავიის ნაკრები ამ დროს უკვე შვედეთში იმყოფებოდა. ბანაკს გადიოდნენ და ჩვენ მათი ტერიტორია დავიკავეთ. ამიტომ მინდა კარგად აღვიქვათ, თუ რას ვგრძნობდით მაშინ ჩვენ, ფეხბურთელები. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდით, რადგან თავს მათ ადგილზე წარმოვიდგენდით. სწორედ ამიტომ ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, რომელთან ერთადაც ვიაზრებდით იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ყველაფერს თან ვატარებდით. ფიქრობდით, რომ არ შეგვეძლო გავსულიყავით და შევრცხვენილიყავით, რადგან ყველა იტყოდა, რომ ჩვენ ეს ადგილი იუგოსლავიაში მომხდარი ამბების გამო მოვიპოვეთ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოგვენდომებინა, რომ კარგი შედეგი გვეჩვენებინა. სწორედ ამ აზროვნებაზე გადართვა ვცადეთ, რაც ცოტა არ იყოს რთული იყო, თუმცა მოვახერხეთ.
გარდა ამისა, ძალიან მოგვეხმარა პირველი მატჩი ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც ფრედ დავასრულეთ, რომელშიც ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რომ ვერ მოვიგეთ. ალბათ სწორედ მაშინ ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა ჩვენ დანარჩენებისგან არც ისე შორს ყოფილიყავით და რაღაცის მიღწევა ნამდვილად შეგვეძლო. დანარჩენი უკვე ისტორიაა. მადლობა დეტალური პასუხისთვის. 1998-99 წლების სეზონი, რომელშიც ტრებლი მოიგეთ, ლეგენდარული იყო. რატომ იყო Man United-ი განსაკუთრებული და რა მომენტში მივხვდით, რომ თქვენგან აუცილებლად დიდებული გუნდი დადგებოდა? ჩემი აზრით ამგვარი ფიქრი დაუშვებელია. გადამწყვეტი მომენტი ნამდვილად არსებობდა და ეს შობის წინ უკანასკნელი შეხვედრა გახლდათ. როგორც მახსოვს, 22 დეკემბერი იდგა და Old Trafford-ზე Middlesbrough-ს დაუპირისპირდით. ეს იყო ერთადერთი მატჩი, რომელსაც სერ ალექსი ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ის შოტლანდიაში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. 3-2 წავაგეთ და ძალიან უხეიროდ გამოვიყურებოდით. იმ მარცხის გამო იმდენად დარწმუნებულები ვიყავით, რომ გასახდელში გადავწყვიტეთ, იმ სეზონში მეტჯერ აღარ დავმარცხდებოდით. დამწუხრებულები ვიყავით. ერთმანეთს ვუყურებდით და ვთქვით, რომ ასეთ რაღაცას ვეღარ დაუშვებდით. იმ სეზონში მეტი შეხვედრა აღარ წაგვიგია. იმ თამაშის შემდეგ, როგორც მახსოვს, დუაიტ იორკმა თქვა, რომ წინ 38 მატჩი გვქონდა დარჩენილი. და თუ 38-ვეს მოვიგებდით, შესანიშნავი სეზონი გვექნებოდა. ეს ყველაფერი 3 დამატებითი შეხვედრით დასრულდა. 1 პრემიერლიგაში, 1 ასოციაციის თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. თუ 3-ვეს მოვიგებდით, მართლაც რომ დაუჯერებელი სეზონი გვექნებოდა. როდესაც იმ სეზონის გადამწყვეტ მომენტებზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მათგანი 29 იანვარს ჩარლტონთან გამართული გასვლითი შეხვედრა გახლდათ. ეს კვირის შუაში მოხდა. ძალიან ციოდა. საშინელი პირობები იყო. მოედნის საფარი არ ვარგოდა და ჩვენთვის არაფერი ხდებოდა. ის თამაში ჩვენ 1-0 მოვიგეთ. გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ. შეხვედრის განმავლობაში თავს არ ვზოგავდით, თუმცა უშედეგოდ. თამაშის დასასრულს გარი ნევილმა გრძელი გადაცემის შესრულება სცადა. ბურთი დაიბლოკა და მას უკან დაუბრუნდა. შემდეგ მან ბურთი პოლ სკოულს გადააწოდა, რომელმაც კუთხურიდან შორეული ძელისკენ გრძელი გადაცემა შეასრულა. ბურთი დუაიტ იორკთან აღმოჩნდა და მისი დარტყმის შემდეგ ის ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი კარში შევიდა. ეს მატჩის უკანასკნელ წუთზე მოხდა. ძელთან შეხების შემდეგ ბურთი არც უკან გამოვარდნილა და არც მოედნის ფარგლები დაუტოვებია. ის კარში აღმოჩნდა და ჩვენ 1-0 მოვიგეთ. 1 ქულის ნაცვლად 3 ავიღეთ და როდესაც პრემიერლიგის სეზონი დასრულდა, არსენალს მხოლოდ 1 ქულით ვაჯობეთ. იმ ღამეს ყოველთვის გადამწყვეტად მივიჩნევდი, რადგან რაც მაშინ მოხდა, ეს რაღაც ახალი იყო. იუვენტუსი, არსენალი, მიუნხენის ბაიერნი, ინტერი, ლივერპული. ჩვენ არა გრანდებიდან რომელიმეს, არამედ ჩარლტონს ხვდებოდით და ის მატჩი უნდა მოგვეკო. თუმცა ამას ვერ ვახერხებდით, მაგრამ 2 დამატებითი ქულის მოპოვების გზა მაინც ვიპოვეთ, რაც სეზონის დასასრულს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამ ეპიზოდმა იმ სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მინდა რომ მიუნხენის ბაიერნთან გამართული ფინალის შესახებ გითხოთ. შეხვედრის მიწურულს, როდესაც იუნაიტედი ბაიერნთან მარცხდებოდა, თქვენ მეტოქეთა საჯარიმოში კუთხურისთვის ჩახვედით. ზუსტად იმ მომენტის შემდეგ ტედი შეringემმა ანგარიში გაათანება. სტანდარტულების დროს შეტევაში, თამაში თქვენთვის ყოველთვის კომფორტული იყო თუ ინსტინქტურად იმოქმედეთ? ამას მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. მსგავს ეპიზოდში პირველი გოლი ზრდასრულებში ჩემი პირველი სეზონის განმავლობაში გავიტანე. ბევრი ახალგაზრდა ბიჭი უფროსების გუნდში ჩაგვრიცხეს და ზრდასრულ კაცებთან პაექრობა გვიჭირდა. საბოლოოდ იძულებულები გავხდით, რომ დაქვეითების თავიდან ასაცილებლად გვებრძოლა. ისეთი შეხვედრის დროს ჩავედი მეტოქის საჯარიმოში, როდესაც 2-1 ვაგებდით. გოლი გავიტანე, 1 ქულა მოვიპოვეთ და დაქვეითებას ზუსტად 1 ქულით გადაურჩით. ახალგაზრდობაში იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ვაგებდით, შეტევაში მეც ვერ თვებოდი. თუმცა გოლი არასოდეს გამიტანია. ამას იმის გამო ვაკეთებდი, რომ ფიქრობდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა 1-0 წავაგებდით თუ 2-0. მარცხია, თუმცა 1-0 წაგებასა და 1-1 ფრეს შორის დიდი სხვაობაა.
შენ ერთხულას იღებ. პირველმა შემთხვევამ, როდესაც შეტევაში ჩემი ჩართვა წარმატებული აღმოჩნდა, მასწავლა, რომ ამის გაკეთება ღირს. რა თქმა უნდა, არასახარბიელო იქნება, თუ ისინი ბურთს დაეუფლებიან და გოლს გაგიტანენ. თუმცა ჯილდო იმდენად დიდია, რომ ცდად ღირს. რამდენჯერმე ეს ევროპულ ტურნირზე გავაკეთე, როგორც მახსოვს, ერთხელ ლივერპულთანაც და მაშინ პოლინსმა გაიტანა. როდესაც შეტევაში ვერთვებოდი, არასოდეს ვფიქრობდი, რომ გოლს გავიტანდი და გმირი გავხდებოდი. მე იქ ქაოსის შესაქმნელად ვიმყოფებოდი. იმ ღამით ბაიერნი ძალიან კარგად ირჯებოდა. შესანიშნავად იყვნენ ორგანიზებულები და ჩვენ ბევრი შანსი არ გვქონია. განსაკუთრებით სტანდარტულებიდან. ისინი ამაშიც გვჯობდნენ. მოულოდნელად 6 ფუტისა და 4 დიუმის სიმაღლის მოთამაშე მათ საჯერიმოში გამოვჩნდი და მოსამზადებელ პერიოდში მათ ამაზე არ უსაუბრიათ. ვის უნდა გაეწია ჩემთვის მეურვეობა? ჩემი მეურვეობა 3 მოთამაშე მიტვირთა. რის შედეგადაც დუაიტ იორკი, რაიან გიქსი და ტედი შერინგემი თავისუფლები დარჩნენ. ის გოლი სწორედ ამ 3 ფეხბურთელმა შექმნა. შესაბამისად, მისია წარმატებული გამოდგა. ჩემი მოქმედების არსი სწორედ ეს გახლდათ. მინდოდა, რომ მათ საჯარიმოში ქაოსი და დაბნეულობა შემექმნა. სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ აღწევ, მაგრამ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ხდება, შესანიშნავია. It's not every time that you're successful at that, but when it happens and it happens in a game like that, it's incredible. ტრებლის მოგებიდან ცოტა ხანში თქვენ იუნაიტედიდან ლისაბონის სპორტინგში გადახვედით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ტრანსფერი თქვენთვის? მართალია, რომ 1 წლის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოს იყავით? ეს სიმართლეა, რადგან მის შესახებ ჩემს წიგნში დავწერე. ეს ისტორია თუ გაინტერესებთ, წიგნი უნდა წაიკითხოთ. როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, იმ მომენტისთვის იუნაიტედში 7 წელი მქონდა გატარებული და ზაფხულში მხოლოდ ერთხელ დავისვენე. გამოფიტული ვიყავი. ეს პრობლემა პირველად 1998 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატისას ვიგრძენი. ბრაზილიასთან მეოთხედ ფინალური შეხვედრა ივლისში ჩავატარეთ. იმ წელს პრემიერლიგა მეორე ადგილზე, არსენალის უკან დავასრულეთ და იმ პერიოდში მეორე ადგილოსანს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშა. როდესაც ბრაზილიასთან დავმარცხდით, ალექს ფერგიუსონს დაურეკე და ვუთხარი, ტურნირს გამოვეთიშეთ. როდის დავბრუნდე? მან მიპასუხა, ხვალ. მე მას ვუთხარი, რომ მეორე დღეს ინგლისში დაბრუნება არ შემეძლო და დასვენება მჭირდებოდა. დასვენება ყველას სჭირდება. მან მითხრა, პიტ, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები, რომლებიც წინ გველოდება, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფია. უნდა დაბრუნდე. დასასვენებლად 10 დღე მივიღე, თუმცა სრული სეზონის ჩატარების შემდეგ 10 დღე საკმარისი არაა. 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ დამისვენია. რადგან ან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშები გვქონდა, ან კიდევ ოპერაციების შემდეგ აღდგენით თერაპიას გავდიოდი. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო და კლუბიდან უნდა წავსულიყავი. ამის შესახებ მათ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩამდე ვუთხარი, რომელიც ლოძის ვიძევთან გავმართეთ. მთელი წლის განმავლობაში ვიცოდი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დავტოვებდი. ჩემი აზრით, მათი წინასწარ გაფრთხილება სამართლიანი გახლდათ. სპორტინგში განსხვავებული გამოცდილება მივიღე. იქ გატარებული პირველი წლით ძალიან ვისიამოვნე. მეორე წელი კი არასახარბიელო იყო. ინგლისი კვლავ მენატრებოდა და როგორც გითხარით, წიგნი წაიკითხეთ. ჩემი დაბრუნების შესახებ ისტორია იქ წერია. ყველაფერი შეცვლილი იყო. ვნანობ თუ არა იუნაიტედის დატოვებას? არა. სინანული ზედმეტად უხეში სიტყვაა, რადგან პორტუგალიაში გადავედი, რომელიც მშვენიერი ადგილია და იქ გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
მანჩესტერიდან რომ არ წავსულიყავი, იმ მშვენიერ ადგილს ვერ გავეცნობოდი და იმ ადამიანებს ვერ შევხვდებოდი, რომლებსაც ამჟამად ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. როდესაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედში თამაშზე ოცნებობ, გუნდის მაშინ დატოვება, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს, სისულელეა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ახლა ძველი და მოქმედი მეკარეების შესახებ სწრაფ კითხვებს დაგისვამთ და როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე მიპასუხეთ. ვინ არის საუკეთესო მეკარე, რომელიც მინდორზე ოდესმე გინახავთ? მოედანზე? დიახ. იცი რა, რაღაცაში საუკეთესოს კუთხით არც ერთ სახელს არ ვიტყვი, რადგან ეს არ მუშაობს. მე ასე ვფიქრობ. შემიძლია გითხრათ საუკეთესო სეივი, რომელიც მინახავს. ეს შემიძლია აბსოლუტური სიზუსტი დავასახელო. ეს ოლდ ტრაფორდზე ასოციაციის თასის ნახევარფინალში არსენალისა და შეფილდ იუნაიტედის დაპირისპირებაში მოხდა. როგორც მახსოვს, პესკარიტომ თავურით დეივიდ სიმენს აჯობა. იმ მომენტში მე სატელევიზიო სტუდიაში ვიმყოფებოდი, რომელიც ზუსტად კარის ხაზის თავზე იყო. და დარწმუნებულები ვიყავით, რომ გოლი გავიდა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ დიდმა ბიჭმა უკან დაბრუნება მოახერხა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ბურთი არათუ შეაჩერა, არამედ კარიდან გამოიტანა. ჩემთვის საუკეთესო სეივი, რომელიც ოდესმე მინახავს, სწორედ ეს გახლდათ. კარგი, მაშინ სხვაგვარად გითხოვთ. როდესაც ვიზდებით, გმირები ყველას ყავს. ფეხბურთელი, რომელიც რაღაც ფორმით შთაგვაგონებს. არსებობდა მეკარე, რომელმაც თქვენი კარიერის ადრეულ ეტაპზე შთაგაგონათ? დიახ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძირითადად ინგლისურ ფეხბურთს ვუყურებდით. ინგლისური კლუბების მეკარეები ყველანი შთამაგონებლები იყვნენ, რადგან ძალიან კარგად ირჯებოდნენ. მაგალითად, გრძელი გადაცემები ავიღოთ. ამ თვალსაზრისით ინგლისელი მეკარეებისგან ბევრი რაღაც ვისწავლე. თუმცა მეკარე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა და რომლის მიბაძვასაც ვცდილობდი, მიუნხენის ბაიერნისა და დასავლეთ გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე, ზეპ მაიერი გახლდათ. მას დიდი ხელთათმანები და შორტები ეცვა და მინდოდა, რომ გარეგნულად მას დავმსგავსებოდი. მას გამორჩეული ქცევებიც ჰქონდა. ნამდვილად, და ამასთანავე ის დიდებული მეკარეც იყო. ადამიანებს ეს ავიწყდებათ, ის ძალიან კარგი მეკარე გახლდათ. დიდი მადლობა, პიტერ, და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კასპერს სელტიკში წარმატებას უსურვებ, შოტლანდიის ჩემპიონატს ამ სეზონში ის ნამდვილად მოიგებს და ეს მისთვის მორიგი ტიტული იქნება. მიმდინარე სეზონში ეს მეორე ტიტული იქნება. ლიგის თასი უკვე მოიგეს. შოტლანდიის ჩემპიონატის მოგებას 3 გამარჯვება აშორებთ და შოტლანდიის თასზეც კვლავ ასპარეზობენ. იმედი მაქვს კიდევ 2 ტიტულს მოიგებს. დიდი მადლობა, შენს სიტყვებს გადავცემ. დიდი მადლობა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა.